Endurance International-ის ვირტუალური ავტორბოლის შეჯიბრის სანდრო თავართქილაძე მოიგო რბოლა, სადაც 30 ქვეყნის საუკეთესო რბოლელი მონაწილეობდა 2 საათი გრძელდებოდა. თავართქილაძეს რბოლის მსვლელობისას ლიდერობა 68 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს და მეორე ადგილზე გასულ ტოსკოვიჩ დიდი უპირატესობით აჯობა. საუკეთესო 10 რბოლეს შორის კი 6 ქართველი მოხვდა. ვირტუალური ავტორბოლის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და ხორვატიის ასეტო კორსა ხორვატიის ორგანიზებით ჩატარდა. საკმაოდ რთული იყო და დამღლელი 2 საათის განმავლობაში, მაგრამ ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია ქართველებს ამ სპორტში, ეს ვირტუალური იყო, მაგრამ რა თქმა უნდა სინამდვილესთან რაღაც კავშირი აქვს ამასაც. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ესე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ გეგმავ რომ მომავალ წელს საქართველოს ჩემპიონატში მივიღო მონაწილეობა, როგორც ვირტუალურ, ასევე აღმართის დაძლევაში და სხვა ყველა შეჯიბრში, რომელიც გაიმართება.